და გვაუბრუნდებით კონსულტაციებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში მიმდინარეობს და რა ხდება ამ წუთებში ბიზნეს ცენტრში იქ ჩემი კოლეგა გვანცა პაპავაძე იმყოფება და ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. თაცმიდის ბიზნეს ცენტრში კონსულტაციები ამ დროისთვის შეწყვეტილია. ცოტა ხნის წინ აქ მოვიდა კულტურის მინისტრობის კანდიდატი გურა მოდიშარია. მისი განცხადებით კონსულტაციები დღეს 3:30-ისთვის განახლდება. ახალი მმართველი გუნდის წევრები პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაზე და მთავრობის სრულად დაკომპლექტებაზე იმსჯელებენ. მოდიშარიას განცხადებით ამ დროისთვის გადაწყვეტილი ჯერჯერობით არ არის თუ ვინ დაიკავებს მინისტრობის ვაკანტურ ადგილებს. განახდება დღეს 3:30-ზე შევიკრიბებით ჩვენ. და იქ თემები არის მრავალი თემაა, სხვადასხვა, რა თქმა უნდა, პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით და ბევრი რამ, საკადრო საკითხები და კიდევ ბევრი რამ. ბატონ გურა, მიცით თუ არა, შეჯერდნენ თუ არა კოალიციაში ვთქვათ იმ დარჩენილი 6 მინისტრის ვაკანტურ კანდიდატურა. ჯერჯერობით არა, იმიტომ ვიკრიბებით, რომ შეიძლება ხვალად შევიკრიბო, ვთქვათ, არის დღეს თუ მომასწარით ბევრ რამეზე შევჯერდებით თუ არა და უკვე ალბათ ხვალ. სავარაუდოდ როდის მიიღებთ გადაწყვეტილება, საბოლოო გადაწყვეტილება როდის ხდება სავარაუდოდ? ხო, ძალიან გვინდა რომ დღეს მოხდეს ეგ ამბავი თუ მოესწრო. თუ არა და ალბათ ხვალად შევიკრიბები და ზეგას. ვთქვათ, თუ იცით. აი იმ კვირას ვიცი, მაგრამ დღე ვერ გეტყვით რომელ დღეს. თქვენ ხო გაცნობებთ აუცილებლად, თქვენ გეცოდინებთ. მე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ვალდებულია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა 17 ოქტომბრამდე შეარჩიოს, ვინაიდან ამ დროისთვის მთავრობა გადამდგარია, როგორც გუშინ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, გარკვეული საკითხების განხილვა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, ყველა საკითხის ჩამოყალიბება კი 10 დღით ადრე მოხდება. ოდიშარიას განცხადებით კონსულტაციები გაგრძელდება, მთავრობის სრულ შემადგენლობას კი საზოგადოებას კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მომდევნო კვირაში გააცნობს. მადლობა გვანცა კონსულტაციებზე, გვანცა პაპავაძე საუბრობდა.